გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, დღეს შეძლებს დაგვარად მინდა შევეხო კულტურას. არ ვიცი რამდენად გამომივა ეს, რადგან მსოფლიოში მძვინვარე ქარბუქები ყველაზე მეტად უკულტურობისკენ მიბიძგებენ, რის გამოც ვიწრო წრეში უკვე მეტისმეტად ხშირად ვიყენებ არანორმატიულ ლექსიკას, რასაც შეძლებს დაგვარად ვებრძვი, თუმცა ამ ბრძოლას ვაგებ. ამიტომაც დროა საკუთარი თავის ხელში აყვანისა და განწმენდისა და განწმენდა ხდება კულტურასთან შეხების მეშვეობით. გადავხედე რა გავლენას ახდენს არსებული აურზაური მსოფლიოს კულტურულ ცხოვრებაზე. საქართველოს ამბების მერე ჩვენს ერთ მორწმუნე უკრაინას ვადევნებ ხოლმე თვალს, რადგან მართლა შემტკივა გული მათზე. დიახ, ჩემი სოციალური ქსელის ავატარზე უკრაინის დროშა არ მიკიდია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ამიტომაც მაინტერესებს მათი საგარეო თუ საშინაო ცხოვრება. უკრაინაში ცხარე დებატები გაიმართა იმის თაობაზე, უნდა იდგეს თუ არა კიევში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლი. ეს პირველად რომ გავიგონე, ვიფიქრე ვიღაც პროვოკატორის შემოგდებული თემაა მეთქი. ხელოვანი ხალხის ძეგლებთან, მათ შემოქმედებასთან ბრძოლა არც თუ ისე შორეული წარსულიდან მახსოვს. ასე აკეთებდნენ კომუნისტები, ასე აკეთებდნენ გერმანელი ნაცისტები და არასდროს არაფერი კარგი აქედან არ გამოსულა. მესმის პუტინის ძეგლი რომ აეღოთ, მართალია პუტინის ძეგლი არ იდგა კიევში და არც არასდროს დადგავენ. თუმცა ისეთი დროა რომ არასდროს თქვა არასდროს. აი ჩეჩნეთის დედაქალაქის ცენტრში 2008 წლიდან არის პუტინის პროსპექტი. ჯერ კიდევ 30 წლის წინ რომელიმე ჩეჩენისთვის რომ ეთქვათ გროზნოს ცენტრში რუსეთის პრეზიდენტის სახელობის პროსპექტი იქნებაო, ალბათ იქ ხანჯლაობა დაიწყებოდა. მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და აგერ პუტინის პროსპექტია გროზნოში. ისე მოქმედი პოლიტიკოსის სახელს რომ არქმევ ქუჩას, ქალაქს, უბანს, აეროპორტს ან კლუბს, ჩემი აზრით ნონსენსია. მოკლედ, კიევის ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა განახორციელებინა 15 მონუმენტისა და ობიექტის დემონტაჟი, რომლებიც მათი აზრით დაკავშირებულია რუსეთის იმპერიასთან და საბჭოთა კავშირთან. იმ ობიექტებს შორის მიხეილ ბულგაკოვის გარდა არის რუსი კომპოზიტორების გლინკასა და ჩაიკოვსკის და დიდი პოეტის ანა ახმატოვას მემორიალები. მეგობრებო, ბევრმა თქვენთანმა იცის ის, რაც ვთქვი და ალბათ ჩემსავით გამოხატავს თავის რბილად, რომ თქვათ, გაკვირვებას. არის ასეთი გამოთქმა, ომი ყველაფერს ჩამოწერს. დიახ, ომი შლის მორალურ ნორმებს და სისასტიკის, შეცდომების და დანაშაულების შედეგებიც კი შეიძლება გამართლებულ ან დავიწყებულ იქნას აუცილებლობის საბაბით. აი ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ჩემი აზრით ამ კატეგორიიდანაა. მიხეილ ბულგაკოვისადმი მე ისეთი აღფრთოვანებული დამოკიდებულება არ მაქვს, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული. მისი მაგნუმ ოპუსი ოსტატი და მარგარიტა ჩემში ბევრ კითხვას ბადებს, რის დეტალურ განხილვასაც ახლა ნამდვილად არ დავიწყებ, რადგან სხვა ფორმატია. მაგრამ ის ნამდვილად მნიშვნელოვანი ფიგურაა. ბულგაკოვი როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მთების შვილი იყო, თანაც კიევშია დაბადებული. მისი ძეგლის მოხსნის მესვეურებს ალბათ გონიათ, რომ ამით ისინი დასავლეთში კიდევ უფრო დიდ სიყვარულს მოიპოვებენ. და ანა ახმატოვას რაღაც ერჩიან. ვერ აპატიეს, რომ თავისი უკრაინული გვარი გორენკო მან რუსულ გვარ ახმატოვაზე გადაიკეთა? რაც შეეხება ჩაიკოვსკის. ამ დღეებში წავიკითხე ინფორმაცია, რომ უკრაინის კულტურის სამინისტრო აპირებს დიდი ფინანსური საყვედური გამოუცხადოს უკრაინულ საბალეტო დასს USB ბალეტს იმის გამო, რომ ის ახლა მსოფლიოში გასტროლებს მართავს და ჩაიკოვსკის მაგნატუნას წარადგენს. კულტურის სამინისტრო მანამდე ეროვნულ მუსიკალურ აკადემიას ჩაიკოვსკის სახელი მოაშორა. ეტყობა ამ ქმედებით კულტურის სამინისტრო აპროტესტებს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ხო
ხო და ალბათ ხელმძღვანელი უკრაინელები თვლიან, რომ ომი ყველაფერს ჩამოწერს და მომავალი თაობები მათ კითხვებს არ დაუსვამენ ასეთი ფსევდო ეროვნული საქციელისთვის. აი რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ მიმართულებით. მე ვერაფერს ვიტყვი. საინტერესოა მარიზი რას ფიქრობს ამის შესახებ და რასაც მარიზი იტყვის, იმას მეც გავიმეორებ. მარიზი ხომ ახლა თანდათანობით სიმბოლო ხდება, თუმცა კონკრეტულად რისი სიმბოლო არ ვიცი. ნინია კაკაბაძეს უნდა დავაკითხო. ხო, რაც შეეხება ჩაიკოვსკის გედების ტბას. გამახსენდა, რომ 30 წლის წინ ბრიტანელმა ქორეოგრაფმა მეტიუ ბორნმა ლონდონში დადგა გედების ტბა. ძალიან უჩვეულო სპექტაკლი იყო, მეგობრებო. ცოცხლად რასაკვირველია არ მქონდა მისი ნახვის ბედნიერება, მაგრამ კიდევ კარგი ცოცხლად რომ არ ვნახე. სამაგიეროდ ჩანაწერში ვნახე. იმ სპექტაკლში გედებს კაცებიც ეყვავენ. ხომ წარმოგიდგენიათ? მე რომ მკითხო, ის სპექტაკლი ალბათ ცირკში უნდა დადგმულიყო და მაშინ ექნებოდა რაღაც გამართლება. ამას წინათ ჩავრთე იმ სპექტაკლიდან პატარა გედების ცეკვა და გამეღიმა. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ გედები კი არ ცეკვავდნენ, არამედ ლენჰორნის ჯიშის 4 გაპუტული მამალი იმანჭებოდა. კი, საინტერესო იყო, მაგრამ ეს ჩაიკოვსკის ბალეტი არაა, ეს არის კარგი კლოუნადა. დოსტოევსკიმ თქვა, სილამაზე გადაარჩენს სამყაროსო. მე ვამბობდი, კულტურა გადაარჩენს მეთქი სამყაროს, მაგრამ ასეთი კულტურა სამყაროს გადამრჩენელს არ გავს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.